იქ სადაც უყვართ, ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც აფხაზეთის ნომერ პირველი ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. თეატრალური დასის წევრების უმეტესობა აფხაზეთიდანაა. მათ თავად არ უნახავთ აფხაზეთი და მასზე მხოლოდ გადმოცემით იციან. სკოლის პედაგოგები ცდილობენ დაეხმარონ მოზარდებს მეტი გაიგონ აფხაზეთზე, მის წარსულზე და მათაც ისევე უყვარდეთ მშობლიური კუთხე, როგორც მათ მშობლებს. ძალიან ხშირად საუბრობთ სოხუმზე, ამ ტკივილს, რაც ამბავს შევთან მომიწია ურთიერთობა, მეგონი მეც სოხუმელი გავხ. ამათ არ უნახავთ სოხუმი, მარტო ფოტოებით იციან, მოყოლით იციან და არ მინდა განელდეს სიყვარული. არ დავივიწყოთ, ეს უნდა გვახსოვდეს, ეს უნდა ეს ჩვენი ყველასია, ეს არ გვაქვს უფლება რომ დავივიწყოთ და გვინდოდა რომ ტკივილი არ ყოფილიყო მარტო მაყურებელთან. აფხაზეთში უყვარდათ, აფხაზეთში მეგობრობდნენ, აფხაზეთში სწავლობდნენ და აი ეს სიყვარული, იქაური ურთიერთობა მოგვეტანა აქამდე მაყურებლობამდე. ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე არამხოლოდ ტკივილიანი ისტორიები, არამედ ქართველებისა და აფხაზების მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებიც გააცოცხლეს. როგორც მოზარდების ნაამბობიდან ჩანს, მიუხედავად მომხდარისა, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობები დღესაც გრძელდება, რაც სპექტაკლში კარგად ჩანს. წარმოდგენა მშობლიურ მხარეში დაბრუნების იმედითაა გამსჭვალული. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგს, რომელიც ამ ბავშვებისთვის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გქონდეს წინსვლა, გვახსოვდეს ჩვენი ტერიტორიები და აი არ ვიცი, ძალიან ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. ნამდვილად თვალზე ცრემლი მოგვადგა და მგონი ისე არავინ არ დაუტოვებია, რომ გული არ სკენო და იმედი მაქვს, რომ როდესღაც დავბრუნდებით ჩვენი შვილებთან ერთად ჩვენს კუთხეში. ამ სპექტაკლზე ჩვენ უკვე დიდი ხანია მუშაობთ, რამოდენიმე ვართ გამოსულები. მინდა პედაგოგს გადაუხადო მადლობა, ჩემს მეგობრებს, რომლებიც კარგად დამეხმარნენ, რომ გამოსულიყავით და ასე კარგად შევასრულეთ. ამ სპექტაკლზე ვმუშაობდი ძალიან დიდი ხანი. ეს ყველაფერი არის ამ სცენარის დამწერის, თამუნა იმნაიშვილის დამსახურება. მან გვასწავლა ყველაფერი. და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, ასე კარგად რომ შევასრულეთ ეს ყველაფერი. სპექტაკლი არის აფხაზეთზე და ჩვენ გვინდა გადავუხადოთ ჩვენ მასწავლებლებს ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვადგმევინა ესეთი სპექტაკლი. და ბევრი გვავარჯიშა რომ გამოვსული.